ბევრმა არ იცის ასტროლოგიის ისტორია, არ იცის რამდენად ეს ყველაფერი მოდის უძველესი დროიდან და რამდენად დიდი ისტორია აქვს ზოგადად ასტროლოგიას. ასტროლოგიის ისტორია, როგორც ესეთი ნაპოვნი მასალებიდან, არქეოლოგიური მასალებიდან იწყება ძველი წელთაღრიცხვით ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნიდან, სადაც არის ბაბილონური დროის რაღაც კონკრეტული არტეფაქტები ნაპოვნი, კონკრეტული ნაშრომები არის ნაპოვნი, სადაც განხილულია ასტროლოგიური თემები. ასტროლოგები უკვე, ესე ვთქვათ, ითვლიდნენ, იცოდნენ კონკრეტული ვარსკვლავები, იცოდნენ კონკრეტული თანავარსკვლავედები, რა თქმა უნდა, იცოდნენ ასტროლოგიური ნიშნები. ასტროლოგიის ისტორია თვლის, რომ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნეში ძველი სახელმწიფოები აქტიურად იყენებდნენ ასტროლოგიას, როგორც მუნდანურ ასტროლოგიას, ანუ ეს იყო სახელმწიფოებრივი ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ჩვეულებრივ ხალხში ძალიან იშვიათად იყო გავრცელებული და ამ პერიოდში ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნეში ასტროლოგებმა უკვე იცოდნენ იმაზე მეტი, ვიდრე დღეს იციან მოყვარულმა ასტროლოგებმა. მაგალითად იცოდნენ დეკანატები, რა იყო, იცოდნენ დუადები, იცოდნენ ტერმინები, როგორც არის ეგზალტაცია. უძველესი ასტროლოგიური ხელნაწერებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის პტოლემეს ცენტილოკვიუმი, ასევე მანელიუსის ასტრონომიკონი. პტოლემეს დაწერილი აქვს ასევე სხვა ნამუშევრები, როგორიც არის ტეტრაბიბლოსი და ალმაგესტი, რომელშიც მოცემული არის მათემატიკური გამოთვლები და რომელიც ჩვენ გვანახებს, როგორი წარმოდგენა ჰქონდათ მათემატიკაზე და რამდენად კარგად იცოდნენ მათემატიკა, ასტრონომია ზოგადად იმ პერიოდში, როდესაც არ ჰქონდათ არანაირი იარაღი ამისთვის და კონკრეტული, ესე ვთქვათ, გაზომვის საშუალებები. ზოგადად პტოლემეზე არის ცნობილი ძალიან ბევრი რამ, რომ მან იცოდა ჰორარული ასტროლოგია, მან იცოდა ელექციური ასტროლოგია, მან იცოდა სამედიცინო ასტროლოგია, ანუ იმ პერიოდისთვის ძალიან კარგად, ძალიან ბევრი ინფორმაცია იყო უკვე და ძალიან კარგად ფლობდნენ ასტროლოგიას მაშინდელი ასტროლოგები. პირველ საუკუნეში იყო პირველი რეგისტრირებული ასტროლოგი, სენატორი, ნიგიდიუს ფიგიდუსი. ამ დონეზე იყო რომში, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ასტროლოგია და ეს იყო ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი ესე ვთქვათ, ინსტრუმენტი, იგივენაირად როგორც ხალხის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. იყო ერთ-ერთი იმპერატორი ავგუსტინე, რომელიც ბეჭდავდა თავის მონეტაზე თავისი ზოდიაქოს ნიშანს. და ეს იყო როგორც, ჩვეულებრივი ფულის ეკვივალენტი იმ პერიოდში. ეს ყველაფერი ინახება, ანუ აღმოჩენილი არის არქეოლოგების მიერ და ინახება ბრიტანეთის მუზეუმში. ძველ სამყაროში ასტროლოგია წავიდა და დაიმარხა ქრისტიანობის მოსვლასთან ერთად. ჩვენს წელთაღრიცხვით 312 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ მიიღო ქრისტიანობა და შესაბამისად აკრძალა ყველანაირი ასტროლოგიური საქმიანობა და ასტროლოგიით ოფიციალურად დაკავებული ადამიანი ისჯებოდა სიკვდილით იმ პერიოდში.